შემოგვიერთდა ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანის თომართან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართება. თუ რა იქნება წელს წარმოდგენილი და რით იქნება განსხვავებული წინასწარ შედარებით, თავად ქალთან მაკა ვისაუბრება. დილამშვიდობისა, მადლობა სტუმრობისა. დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენი ფესტივალით დაინტერესებისთვის ტრადიციულად. Აი მოვუყვეთ ჩვენს მსმენელს, საზოგადოებას, წელს რას პირდებით მათ, ვინც ფესტივალს დაესწრება, რა სიახლე თუ იქნება რაიმე და რა ფორმატში წარიმართება. კი ბატონო. ქალთა ტრადიციულ ფესტივალზე ვსაუბრობთ, გუშინ შეიძლება ვეთქვას, რომ ქალთა დღე იყო, მენათალცხებლო დედები და ამიტომ სიმბოლური არის, სწორედ ეს ქალბატონები ვსაუბრობ და სარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს ნამდვილ ქალთა დღეს გილოცავთ. დიდი მადლობა. ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ნანინა დაფუძნდა 2023 წელს და ეს იყო ფაქტობრივად შედეგი ჩვენი მთელი ამდენწლიანი მოღვაწეობისა ანსამბლ ნანინასი, რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელს და ეს ფესტივალი სხვათა შორის ჩვენს 20 წლის თავს მიეძღვნა, ნანინას 20 წლის თავს. თუმცა ნანინა ანსამბლად მოღვაწეობდა 18 წლის მანძილზე და შემდეგ ის გარდაიქმნა ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფად, ჩვენ ყველანი ვართ ეთნომუსიკოლოგები და გადავწყვიტეთ, რომ აი ამ სასცენო მოღვაწეობასთან შეგვეთავსებინა, უბრალოდ აი რაკურსი რაღაცნაირად შეგვეცვალა და ეთნომუსიკოლოგიური ჩვენი ეთნომუსიკოლოგიური მოღვაწეობა შეგვეთავსებინა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მიზანი თავდაპირველად ჩვენი შექმნის ეს იყო ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია და აი ბუნებრივია რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ჩამოგვეყალიბებინა. საქმე ის არის რომ პირველი 3 წლის მანძილზე ეს ფესტივალი იყო ლოკალური და წელს უკვე ის გახდა საერთაშორისო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითო ფესტივალი ქალთა ტრადიციული მუსიკის ერთი ჟანრისთვის მიგვეძღვნა, მაგრამ გამოგვეკვლია არა მხოლოდ მუსიკალური მხარე აი ამ ტრადიციისა, კონკრეტული ტრადიციისა, არამედ მულტიდისციპლინურად შეგვესწავლა ეს ტრადიცია. ახლა რაში მდგომარეობს ეს? პირველი ფესტივალი მიეძღვნა აკუნის ნანას და ფესტივალს ესე ეწოდებოდა აკუნის ნანა ტრადიცია წესჩვეულება მუსიკა. მეორე ფესტივალი მიეძღვნა ბატონების რიტუალს, ანუ ბავშვთა ინფექციური დაავადებების სამკურნალო ტრადიციებს, წესჩვეულებას და მუსიკას. მესამე ფესტივალი იყო ქალთა შრომის თემა და წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე თემა, ეს არის ქალთა გლოვის თემა. მაგრამ მას ჩვენ გვერდს ვერ აუვლიდით, ჩვენ წინასწარ გქონდა გათვალისწინებული და გათავისებული, რამდენად რთული და მძიმე იქნებოდა ამ ფესტივალის მომზადება, მაგრამ იმდენად საინტერესო სფეროა გლოვა ქალთა ყოფისა, რომ ნამდვილად ვერ აუვლიდით გვერდს, მით უფრო რომ ქალთა ტირილები, ზოგადად გლოვის ჟანრი და გლოვის ტრადიცია, ეს ფაქტობრივად ერთადერთია, რომელმაც ყოფაში თავი შემოინახა. ძალიან ბევრმა ჟანრთა უმრავლესობამ სოციალური ფუნქცია დაკარგა, მოგეხსენებათ სხვადასხვა მიზეზების გამო, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თუ ურბანიზაციის თუ ასე შემდეგ, ბევრი მიზეზის გამო და მათ მხოლოდ სცენაზე შეინარჩუნეს თავისი ადგილი. აი გლოვა ისეთი ჟანრი აღმოჩნდა, ისეთ სიცოცხლის უნარიანი, რომელიც დღემდე აი საქართველოს ნებისმიერ სოფელში რო ჩახვიდეთ ხო გლოვის ჟამს, იქ თქვენ ძველ ტრადიციებს ნახავთ და ძველ ტირილებს მოისმენთ და ჩვენ საექსპედიციო ჩანაწერებში ძალიან ბევრი გლოვის ნიმუშია, ძალიან ბევრი ტირილია. იმდენნაირი ტირილი არსებობს, ქალთა ტირილი საქართველოში, ну მამაკაცთა ტირილიც არსებობს, მაგრამ ახლა ჩვენი აქცენტი ქალთა ტირილებზეა, ხო? მოთქმი ტირილი, დათვლი ტირილი, ძახილი ტირილი, ქვითინი ტირილი, ბანი ტირილი და ასე ზრუნი, ქალთა სამხმიანი ტირილი და ასე შემდეგ და გარდა მუსიკალური მხარისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს ფესტივალში ჩართულები არიან ლინგვისტები, ქორეოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ეთნომუსიკოლოგები თავისთავად, ეთნოლოგები, ისტორიკოსები, კიდევ ვინმე არ გამომჩეს ერთი სიტყვით, ზეპირსიტყვიერების მკვლევრები, იმიტომ რომ ხალხურ პოეზიაში არის უამრავი ტირილის ნიმუში
და ესეთ ეპიტაფიები, საფლავის წარწერები და აი ერთი თემა გვაქვს მაგალითად ბატონი ამირან არაბულის, რომელიც კონკრეტულად აი ამ საფლავის წარწერებს ეძღვნება, რომელიც ცალკე კვლევის საგანია და ძალიან საინტერესო. ეთერ თათარაიძე ყავს მოწვეული, ასევე ზეპირსიტყვიერების მკვლევარი და მწერალი და პოეტი, რომელიც ქალთ აღმოსავლეთ საქართველოს თუშურ ნატირლებზე და დალაიზე გააკეთებს მოხსენებას და ასე შემდეგ ლინგვისტები, რომლებიც აი ენაში, სვანურ ენაში შემორჩენილ გლოვის კონკრეტულ გლოვასთან დაკავშირებულ ტერმინებს იკვლევენ, ქორეოლოგები, რომლებიც აი ამ რიტუალის საცეკვაო მხარეს უფრო აი მოქმედებას იკვლევენ და ასე შემდეგ და მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ გამომდინარე მასშტაბიდან იქედან, რომ წელს ფესტივალი არის საერთაშორისო, ჩვენ გვყავს მოგეხსენებათ გლოვა, სხვა ვისაც კი ფოლკლორი აქვს, ყველას აქვს შემორჩენილი გლოვის ნიმუშები და ამიტომ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი გვყავს სტუმრად. კონკრეტულად ეს არის ფინეთი, ორი ფინელი გვყავს, ერთი ფინურ ტრადიციას წარმოადგენს, მეორე პონტოელი ბერძნების ტრადიციას. გვყავს შოტლანდიელი მარჯერი ბრეი, რომელიც შოტლანდიის მთების, აი ეს კინინგი, მოთქმის და გოდების ტრადიციას წარმოადგენს. გვყავს ლიეტუვადან დაივარა ჩიუნაიტე, რომელიც ასევე ლიეტუვური გლოვის ტრადიციას წარმოადგენს. ლატვიიდან გვყავს მარა როზენტალე, რომელიც წარმოადგენს ლატვიური კონკრეტული ერთი რეგიონის გლოვის ტრადიციას და გვყავს კიდევ უნგრელი ესტერ ჰაიოში, რომელიც უნგრულ ტირილს წარმოადგენს და საქმე ის არის, რომ ფესტივალი ჩვენ სამ სეგმენტად გვაქვს გაყოფილი. პირველი სეგმენტი ეს არის სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გაიმართება 6-შიც, 7-შიც და 8 რიცხვშიც. ფესტივალი მოგეხსენებათ არის 6-8 მაისი. სად გაიმართება ისიც ვახსენებ. დილას ფოლკლორის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ამ სესიების ფარგლებში იქნება ვიდეორგოლების პრეზენტაციაც, რაც მოიაზრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციების და ასევე შოტლანდიური, ასევე ლიეტუვური, ასევე ფინური და პონტოელი ბერძნების ტრადიციების ვიდეორგოლების ჩვენებას. ეს არის მათ მიერ აი ამ მეცნიერების თუ სხვადასხვა რეგიონული ანსამბლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გლოვის თემაზე და პარალელურად აი ამ სესიების პარალელურად მიმდინარეობს ვიდეორგოლების პრეზენტაცია და მესამე სეგმენტი ეს არის ეგრეთ წოდებული საკონცერტო ნაწილი, რომელსაც ამ შემთხვევაში საკონცერტოს ვერ ვუწოდებთ თემიდან გამომდინარე. ეხლა გლოვაზე კონცერტს ნამდვილად ვერ მოაწყობს, შესაბამისად ამას ჩვენ ვუწოდეთ სასცენო პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი არის ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ქართული ტირილები და თბილისური თუ რეგიონული ანსამბლები წარმოადგენენ აი ამ გლოვის ნიმუშებს და ეს პროგრამა კონკრეტული კონცეფციით გავაერთიანეთ, აქ არ გამოვიდოდა გამოცხადება, ანსამბლი გამოვიდეს, იმღეროს რაღაცა აი ესეთი ფორმატი არ შეესაბამებოდა, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ქართველების უძველესი წარმოდგენებით სამყარო იყოფა ქვესკნელად, სკნელად და ზესკნელად. ეს სიმბოლურად ჩვენ დაუკავშირეთ შავეთი, სულეთი და სამზეო და აი შავეთი ეს არის ის გლოვა, ის ტირილი, ის მოთქმა, ანუ აი ამ სამ ნაწილად გაიყოფა ეს კონცერტი კი არა და სასცენო პროგრამა. შემდეგ იქნება სულეთი, როდესაც ადამიანი უკვე სულებს ესაუბრება, იხსენებს მიცვალებულებს, მოსაგონარი სიმღერები იქნება აქ და სამზეოში უკვე იქნება აი საქართველოში რო ჭერის ახდას და ფანდურის გატეხვას ეძახდნენ და უკვე ოჯახში რო გლოვა სრულდება და უკვე ნებისმიერი ჟანრის სიმღერა, რომელიც კი აი გლოვის შემდეგ შეიძლება შეასრულოს ადამიანმა და აი ასეთი კონცეფცია იქნება აი ამ სასცენო პროგრამაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფესტივალი გამოგვიო მიუხედავად თემის სიმძიმისა, მაინც აი ძალიან ხანგრძლივი არ არის ეს ტირილები, თან მრავალფეროვანია, იმიტომ რომ ყველა კუთხის ტირილი და სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტირილები. დროში მოგზაურობაც გამოდის, შეიძლება წარმოვიდგინოთ, დროში მოგზაურობაც გამოდის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სადრომო როგორი ტრადიციებია. ტირილებში და ნანებში არის ქართული ფუძენის თავისებურებები ჩადებული და ფაქტობრივად აი ტირილებმა და ნანებმა მისცა შემდეგ აი ეს
საჯერკველია შეიძლება ითქვას ქართული ტრადიციული მუსიკალური აზროვნების და აი იმ არქაულ ფესვებთან მოგვიწევს ჩვენ დაბრუნება და თუ დრო მაქვს მადლობებსაც ვიტყვით თუ შეიძლება ფესტივალს ტრადიციულად აფინანსებს ფინანსური მხარდამჭერი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და წელსაც ის ტრადიციულად გვერდში გვიდგას მაგრამ წელს კიდევ ერთი თანადამფინანსებელი ყავს ეს არის კულტურის სამინისტრო საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, რომელიც მუდმივად გვითმობს თავის დარბაზს და მთელ სივრცეს ამ მთელი 3 დღის მანძილზე და გვეხმარება ხარში გვიდგას და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ფონდ ქართულ გალობას პირადად ქალბატონ ნანა გოთუას, რომელსაც თქმაც კი არ ჭირდება თვითონ მახსენებს ხოლმე წელს ხო გვაქვს ფესტივალი და მზად ვართ და ასევე მეღვინეობა შილდას, რომელიც ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის საჩუქრებით გვამარაგებს. გასაგებია უკვე ნათელია საჩარდადება ფესტივალი უკვე ახსენეთ რომ გვითმობს ფოლკლორის ცენტრიო თარიღები შევახსენოთ საათი და როგორ შეიძლება დასწრება. 8 მაისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანუ 6-ში, 7-ში და 8-ში ჩატარდება ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ნანინა, რომლის თემა იქნება მგოსანი გლოვისანი, ესე დავარქვით, გლოვა, ტრადიცია, წესჩვეულება, მუსიკა. დასწრება თავისუფალი იქნება. დასწრება თავისუფალია. მადლობთ რომ მოგზავნით წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ეთნომუსიკოლოგი ქალბატონი მაკა ხარძიანი.